ცოტა თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდა ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიტა გრძელი ულვაში შუბის თავი მეზობლების ნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში ვა, როგორ აცივდადო? სახშიც და ქუჩაშიც ერთნაირად ცივა, ჩემი დედას ფითავარ. მართალ ბრძანებთ ბატონი სუხი. ზამარაზკები დაიწყო უკვე მე ვიყო. აფრასიო, გითხრა ერთი შეპატროს. აღარ აპირებს უბნის გათმობის ჩართვას? მის სახში ჩართული აქვს უკვე და ეტყობა სხვებთან ნაპორი არ ყოფნის. ვახ, სოსოია, რამდენი ხანი არ გამოჩეილხარ? საიყავებეიო? საიქნებოდა, დისერტაციაზე მუშაობდა ალბათ. დისერტაცია მიყვარს კი. საჭმელს რო შევჭამ, რამე თკბილი თუ არ დავაყოლე დისერტაციად კი ვერ ვძღები. მაინც ყოლიფერი დაფერიც ის ამ შეჩვენებულმა. ახალი ტელეფონი ვიყიდე აგერ. მომილოცეთ. ხედა მთელი საქართველო მოვიარე. ბუნებაში მაგარი სურათები რო გადამეღო. ეი ნახეთ რა მაგარია. აი ეს თეთნულზე. ეს კიდე კანიონზე ვიყავი. აქ თხილამურებზე ვდგავარ. ბატონი სოსი ამ ფოტოგრაფიებზე მარტო შენი სახე ჩანს და საიდან გავიგოთ სად გადაიღე? რაც მთავარია მე ხო ვიცი სადაც ვარდა. ევროპაში რო წახვალ არ გამოგვაპარო ჩემო სოსოია. მაინტერესებს პარიზში რა ფერი თავი გაქვს. ჯიგარი ხარ სოსო საღოლ ძმაო. იმ ძველ ტელეფონს მე მაჩუქებ, ხო? ვერ გაჩუქებს ხარ გიწყინეს. ორივე მჭირდება. ერთი მე რო დავრეკო და მეორე რომ დამირეკონ. ხო მინდა ორივე. გინდა აბა არ გინდა? დაჟე მესამე ტელეფონის გჭირია. მესამე რატო? რას ქვია რეიზა, ხანდახან უარ უპასუხო საერთოდ. ვა, ახალი მეზობელი გაიჭი, დადო. ალბათ წითელ კორპუსში გადმოვიდა ვირმე. რასა რომ იძახით ბატონო სუხ? მაგათი კორპუსიდან გაქცეული ბევრი მინახავს და დამატებული არავინ. ვერ ხედავთ რამ ხელაბზარი აქვს გაჩენილი. ჩემი გაი. ჩვენ კორპუსში გადმოდის ახალი მეზობელი. შემას ეს ბიჭი ხალი არ არის? პატრიოტები თუ რაც ხარო ქვიათ. გადაირიეთ ბატონი ზახარიჩი. ჩვენ კორპუსში რა უნდა პატრიოტს? რას დამდგარხად მად უსაქმურად? მოდით მოვეხმარეთ. ხო? კაი გამარჯობა თქვენი ქალბატონი ირმი. რამ გადაგაწყვეტინა ჩვენ კორპუსში გადმოსვლა? შენი ჭირიმე რა. არამცალია სალაპარაკოთ, კაცო. მოკიდი ამას ხელი და მეორე სართულზე აიტანე. ვავა, როგორი წიჟოლი მებელია. ბერს გონია რომ ახლა არის ღამე. არა და დღეა. ეს იმიტომ რომ რადგან ზესაც მთვარესავით კვერცხის ფორმა აქვს, ხალხს მთვარე გონია. ევრაკეია? კიდე ერთი განათლებული კაცი მომემატა სამეზობლოში. ვახ, გაისო კორპუსი ტვინებით. აფსუსი კონა? რამზე და მთვარი აგიტყდა შენ კიდე. მოკიდე კარადას ხელი და აიტანე რა. ამოდენა ცოდნა მაქვს ირმა, ყველაფერს ერთად ხომერავიდან. ვახ, რატო ვარ ამ პარტიაში ქალიც და კაციც? მოდი აქ. შენ გეუბნები ზოლიანო. რაიოვიო? მე დამიძახა? შენ გეძახი ხო, შენ? მოდი ერთი ზურგზე აიგდეს კარადა. შენ ვინმეში ხო არ გეშლები, ჩემო დაია. აბრეშუმის უნაგირს არ ვიდგამ ზურგზე, ბეწვი რო არ გევიუხეშო და შენი შიფანერკა ვათრიო. მოდი აქ! იცოდე ყველას გიმახსოვრებთ, ვინც არ მეხმარებით. სულ ყველას ჩამოგივლით იცოდეთ, სულ ყველას. ტიტუ აგირა დღე გაგვითენდა. დედალმა დაიწყო კივილი კორპუსში. დამშვიდით ქალბატონი ირმი. ყველა პრობლემი მოგვარებულია. ერთადერთი რომ დაბინავდებით კარზე წარწერა უნდა გააკეთოთ. ვინ ცხოვრობს კვარტირაში? ბარიატკა ასეთი. მაქვს კაცო. აი ხო და კარგი ძალიანი. თქვენს დაგჭირდებათ კარზე წარწერა ბატონი თარხანი. რა თქმა უნდა, მეც მაქვს წარწერა ჩემი გვარით და სახელით.
დავით თარხან მოურავიშვილი მოურავ თარხნიშვილი შთამომავალი გიორგი სააკაძისა დემეტრე მეფისა მაჰმადისა ბიძისა შაჰაბაძისა აღმაშენებლისა მაკედონელისა ნაპოლეონისა და სხვებისა ვავა ყველამ ერთ ბინაში უნდა იცხოვროთ ვინ გეკითხება კაცო შენ რამდენმა უნდა იცხოვროს არა როგორ ელაპარაკები მეფეთა დინასტიას ეს ვინ არის ირმა? ოდიშიდან ჩამოსული გლეხია დაიჩოქე და შენდობა მთხოვე. ხო რა ხდება ეს კარალევსტვა დაბრუნდა ქვეყანაში თუ რა არის ოლგიბალკი ადექი ეხლა და ბარემ აიტანე ეგ გარადა. რატომ აჩმორებ ჩემ მეზობლებს? თარხანი მოურავი კი არა. იცოდე თუ გადამოგიღე მოგვერდით, გახდები ზღერთან მოურავი. ჩემი ბრალია, ვერ დავეტევი სამსახურში, ვე. ბიზინამიზია და იმიჯერ რომ ასე უნიკალური ნახატიანი ახლა მაგ თვალს რო არაშორებდილი საკეთა ნახატი დიდი არაფერია ლეიმურას მე თვითონ ხე უფრო მაინტერესებს ხე დაფიქრობ ახლა რაფერ გეიცნო ფიქრობ როგორ ამოთხარო და აქ გადმოვიტანო მივხვდი ტიტეს გინა გოურიგო მაგი მართლა კაც მოგიფიქრებიან ბიზინამიზია გეიხანებს საცოდავი ტიტეი ცოლთან ერთად დაოჯახდებიან და გააჩენენ პეტერა ინკვიტებსთან ერგებს კი როგორ არა ჩემო ლეიმურას ტიტეს ბედნიერებაზე ვფიქრობ სულ მბრძანებელო ბავშვს პამპერსი გამოუცვალე და სად გადავაგდო აქ არ შემოიტანო კაცო გარე დადე და დამლაგებელი წაიღებს თხილად შეიტანე ბიჭო ეკარადა არ დაკაწრო თორე ვერ გადამირჩები იცოდე ვაიმე ეს პამპერსი ვინ დააგდო აქ კორპუსია თუ სახორე რა გაყვირებს გალბატონო ვაიმე პინგვინია სადარბაზოში აქ სად მომიყვანეს კაცო ცხოველების მეზობლად უნდა ვიცხოვრო ფრთხილად მეთქი ბიჭო კარადა გვიშველეთ მბრძანებელო ვიღაც მდედრი ჰომოსაპიენსი კორპუს აწიოკებს ვინ იყო ჰომო საპიენსი არ იქნებოდა რეზიკო მოგეჩვენა ალბათ ვავა ეს რა ხდება ჩემო პავილიძე როგორ ბუში ახალი მეზობელი გადმოვიდა მაგრამ მეზობელი ქვია მაგას უყვირის უყელას და კონფლიქტებს კიდევ აწყობს დროზე თუ არ გავასახლეთ აქედან ალბათ თვითონ გაგვასახლებს აქედან ვინ არის კაცო ასეთი დაიღლება და გაჩუმდება ვავა რა დაღლის მაგას ბატონო ბიძინო იმდენი ენერგია აქვს რომ მაცივარს ტელევიზორს და ორ ლამპოჩკას კიდევ ამუშავებს ბიჭო მაგი არ უთხრა ამას თუ არა გასახლების მაგივრად სახში შემეიყვანს და ალაპარაკებს ეგება დინიან გედემიხანო ვინ არის ნეტა აზრზე ვერ მოვდივარ როგორ გითხრათ მბრძანებელო აი ჩემი დარინა ხო იცით რა ნაკვერჩხალიცაა ხო ხო და ჩემი დარინა მდუმარე და მომღიმარი მონალიზაა მაგასთან შედარებით მოიცა შავგრემანი ხალი ხო არა და ზორბატანის კაცი ხო არ ახლავს კი მასია ტოჩ უი არ ვიცი კაცო აზრზე ვერ მოვდივარ ვინც არ უნდა იყოს დროზე გავასახლოთ გეხვეწებით რა ჩემო კარდიოგრამავ ჩვენ მაინც ჩვენსას ვეცადოთ დაამხტური მეზობლები ვარ და მიულოცოთ ახალი ბინა სუფრაც გავუკეთოთ და კარგად გავიცნოთ გაასახლებას სულ კი მოვასწრებთ მოდით პატივცემული მეზობლები სუფრა დავიწყოთ მშვიდობის სადგაგრძელოთი როგორც საჩხერეშია ტრადიცია შევიჯო აბდალა ხომ არ ხარ მშვიდობის სატერძელო გურულების ტრადიცია ბიჭო ეგ ტრადიცია მერე აიტაცეს გურულებმა თორემ თვითონ მშვიდობა საჩხერეში არ დაიბადა მშვიდობას გაგიმარჯოთ ბატონო ბიძინ ეს რებს ბოდიალობს ერთი თამადა ჰა ვერ გავიგეთ ჩემი ნოვოსელია თუ მშვიდობის ბატონო დავით ერთი ასწავლეთ ამას სადღეგრძელოს თქმა რა მოდით შემოქართულებო ჩვენი დიდი წინაპრები ვადღეგრძელოთ ჩემს ერეკლე მეფეს გაუმარჯოს ჩემ წინვალე გიორგი ბაბუას დემეტრე დედულის ხაზით მოგლეთ ჩამოთვლა შორს წამიყვანს და ამიტომ ყველას ერთად გაუმარჯოს ყველა წინაპარი შენი ყოფილა და აჰა ზუკუბესელია სადღეგრძელოდ შენ დალიე როგორ ელაპარაკები შენ გოგო მეფის თამომავალს ხო ვამობდი ბატონო ბიძინ შარიანი ხალია მეთქი
ვა, ტყდება ახლა ვაინა. მე შენ რებს ბედა ვიღაცა ხარ ეხლა არ გადამრიო ქა მართლა და მართლა ჩერესურ მოგდეს ახლა ქალბატონი ერნი. თუ ვერ ინარჩუნებს სპაკოისპიეს ვაფშე დაგტოვე მე ვიყო. აი შენ ვინ უნდა იყო, მაგასაც გაჩვენებ ეხლა. აბა, დაწყდით ახლა. მოგვეშელეთ მეგრელებს გვირტყამენ უმოწყალოთ ხო შენ კიდე რა გაკივლებს, ა? მოდი აქა! მოდი აქა! აფრასიო, ჩევერიო, თუ არა ეს ქალი ჯეკიჩარი კაც და ქალს არიდობს და ჩვენ რას გვიზდავს? რა ამბავში ხარ შენ მეზობელო? ასე როგორ შეიძლება? უი! რას ხედავს ამას ჩემი სათუთი თვალები? რას დაგამსგავსათ იმ ქალმა? ვუჩივლოთ, გავასახლოთ, ან დავიჭიროთ ვანდალიზმისთვის? მართალია ბატონი რეზიკი, ვანდალია აბარა არის. ისეთი პრიომები ჩაატარა ჩხუბში რომ ქალი კი არა სუფთა ჟან-კლოდ ვანდალია მე ვიყო. დავშვიდით მეგობრებო. ის თუ ძალით გვიდევს, ჩვენ ტვინით უნდა ვაჯობოთ. თქვენ წადით და ტრამვები მოიშუშეთ. მაგას მე მივხედავ, თუ ყოფილი ვარ ბიზიკონე. თქვენს ყენას არავის შევარჩინ. თქვენი იმედი გვაქვს ბატონო ბიძინა გამოდი ირმა. რა იყო ირმა ეს? როგორ იქნევდი ხელფეხს და ისროდი ამ ხალხს წაღმაუკუღმა? მეც როგორ მკარი ფეხი? ასე მოვილაპარაკეთ? არ ვიცი, შევეცადე ბუნებრივად გამოსულიყო ყველაფერი და ნუ ალბათ ზედმეტი მომივიდა. ზედმეტი კი არა, პირიქით. მეტი მკაცრი და დაუნდობელი პოზიცია მინდა შენგან, დაუნდობელი. მოიცა მკაცრი კიდე? მაშინ შეც მოდი აქა! გამიშვი ხელი მეთქი. დავში კაცო, დავში ძის. დავში ახლავე. მე სხვანაირი დაუნდობლობა გითხარი. იშველეთ ხალხო!